წარმოგიდგენთ ჩვენი სტუდიის სტუმარს სალომე სამადაშვილს, ლელოს ძლიერთ საქართველოს პოლიტიკურ მდივანს. მადლობა გამოსახვისისთვის. მადლობთ მოწვევისთვის. ლელო, როგორც მთავარი ობიექტი ამ მომენტისთვის კითხვების, სწორედ მთავარი საკითხით დავიწყოთ, თუმცა თქვენთან საგარეო მიმართულებაზეც მექნება კონკრეტული კითხვები. არის თუ არა ლელოს პასუხი დღეს უკვე ცხადი, ჩამოყალიბებული და ერთმნიშვნელოვანი და როგორია ეს პასუხი? 8 პოლიტიკური ორგანიზაცია თქვენს გამოხმაურებას ელოდება. მადლობთ ნინო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ მე გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ აი ამ არჩევნების დღიდან ფაქტიურად, მას შემდეგ რაც ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით ბოიკოტის რეჟიმში, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო ჩვენმა გაერთიანებამ იმისთვის, რომ შექმნილიყო საერთო ოპოზიციური, რეალური საერთო ოპოზიციური ერთობა, იმიტომ რომ ცხადია, კარგია, როდესაც სხვადასხვა პარტიები პოულობენ საერთო ენას თანამშრომლობის, მაგრამ ის რაც გუშინ შედგა, ეს არ არის ცხადია სრული პოლიტიკური ერთობა, არ ასახავს არც ასე ვთქვათ ამომრჩეველს, ოპოზიციურს და არც პოლიტიკურ სპექტრს სრულად. ჩვენი სურვილი იყო ყოველთვის რომ შექმნილიყო რაღაც ფორმატი, რომელიც სწორედ ყველას გააერთიანებდა. ამიტომ იყო რომ ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ საკითხი ალტერნატიულ პარლამენტზე და ამიტომ იყო მათ შორის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა გაჟღერებული რეალური ერთიანი დიდი პოლიტიკური ფრონტის შექმნის იდეით, იმის გარშემო რომ ჩვენ შეგვერჩია ზეპარტიული კანდიდატი თბილისის მერობის, მას დადგომოდა უკან მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და ჩვენ სერიოზული ბრძოლა გაგვემართა რეჟიმისთვის. ახლა მე თუ მკითხავთ, რას ვისურვებდი რომ მეხილა, ეს იქნებოდა ჩემი სურვილი. ეს ვერ შედგა, გუშინ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს, ასე ვთქვათ, რიგმა კოლეგებმა, წარმატებას უსურვებ მათ გზაზე, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ მივიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებებს, იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიგვაჩნია ჩვენ სწორად, როგორც ბრძოლის გზების, ასევე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. საზოგადოებას ჩვენ გავაცნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, მათ შორის არა როგორც პოლიტიკურ აქტორს და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომ ჩემთვის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟიმი ყოველდღიურად ახალ რაღაცას იგონებს, ხო? საზოგადოების დასასუსტებლად, მათ შორის დღეს უკვე ციხეში ჩასმით ფაქტიურად ემუქრებიან ადამიანებს, ვინც ჟარიმას ვერ გადაიხდის. ამ რეჟიმთან მე მჭირდება დღეს რეალური წინააღმდეგობის ფრონტი. მე არ მიმაჩნია, რომ გუშინ რაც შედგა, ეს არის სწორედ ის ფრონტი, რაც საზოგადოებას უნდა იხილოს და რეალურად ხალხს უნდა იხილოს, მათ შორის უამრავ ჩვენ თანამოქალაქეს, რომელიც დღეს შეიძლება პროტესტის კერაში არ არის აქტიურად ჩართული, მაგრამ აქვს უზარმაზარი პრეტენზიები ამ ხელისუფლებასთან, მათ შორის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გაგვიუქმეს ევროპული მომავალი, არამედ იმ უმძიმესი მდგომარეობის გამო, რომელიც ქვეყანაშია ეკონომიკის თვალსაზრისით შექმნილი, ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან ჩვენი მოქალაქეები, მათ სჭირდებათ იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მიტოვებული მარტო ქართული ოცნების პირისპირ. ლელო ძლიერი საქართველო ემსახურება ქართულ ხალხს, ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის ქართული ხალხის ინტერესებში, იმიტომ რომ მათ შორის ჩვენი ლიდერები დღეს რომლებიც ციხეში სხედან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხეში სხედან სწორედ იმიტომ, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ემსახურონ ქართულ ხალხს, იბრძოლონ ქართული ხალხის მომავლისთვის და ჩვენ ვიბრძოლებთ იმ გზით, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. და რო ვერ შედგა ერთიანობა ამ ეტაპზე, ეს ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ კარი არის ღია მომავალში ცხადია თანამშრომლობისთვის. მე მაინც ვცდილობ რომ სიზუსტე შევმატოთ თქვენს ისედაც ცნობილ პოზიციას პარტიულად, ხომ? როდესაც ამბობთ, რომ ერთობა არ შედგა, ეს უკვე საბოლოო ნათქვამია თუ ამ ეტაპის ნათქვამია მაინც და შესაძლოა ამ პოზიციაში იყოს კორექტირება. და მაშინ როდესაც მე მგონი იმ ხალხს უნდა გითხოთ, ვინც გუშინ გადაწყვიტეს, რომ ჩაეტარებინათ ეს ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური. მათ თქვეს უკვე გადაწყვეტილება თავის. ხო, ანუ მათ თქვეს, ხო, უარი საბოლოო ჯამში ერთობაზე, ანუ ეს არის ფაქტობრივად მათ გითხრეს, რომ ჩვენ ვართ 8 თქვენ დარჩით ერთი ფაქტობრივად თქვენ მოგემართებოდათ ეს ჩვენ ასე აღვიქვით ყოველ შემთხვევაში რომ გახარია ამ შემთხვევაში ამ 8-ისთვის უიმედოა ამ თვალსაზრისით. ყველაფერი იზომება მათ შორის ელექტორალური წარმომადგენლობა შენ ვის წარმოადგენ, ხო? ამიტომ ჩვენ როდესაც საუბრობდით და ვიღაცა შეიძლება არ მოწონდა ეს რომ უნდა იყოს პოლიტიკური ერთობის ცენტრი, რომელიც ყველა
ასე ვთქვათ, ბარიერ გადალახულ პოლიტიკურ ძალას აერთიანებს, ეს რაღაც ახირება ხო არ არის, ანუ რას ნიშნავს, თუნდაც იმ არჩევნებით, რომლის მიმართაც ნდობა არ არის, ეს არის გარკვეული პოლიტიკური წონა. ამიტომ მე არ მიმაჩნია პირდაპირ გეტყვით, რომ გუშინდელი, ასე ვთქვათ, ეს რაღაც პერფორმანსი წარმოადგენდა ამ ქვეყანაში ამ მრჩევლის უმრავლესობას, ის წარმოადგენს რაღაც ნაწილს. არსებობს ჩვენ გვყავს ჩვენი ამომრჩეველი, სხვა პარტიებს ყავთ თავიანთი ამომრჩევლები. ჩვენი სურვილი იყო, რომ შემდგარიყო რეალური ერთიანობა, ნუ სამწუხაროდ გუშინ გადაწყვიტეს კოლეგებმა, რომ სხვა გზას დადგმობდნენ და ნუ ეს მათი საქმეა, მომავალი აქვს. მათ ამის წმენა აქვთ, ხა ხოშტარიას ჰქონდა ესეთი ყველაზე უკიდურესი აქტი, ხო, რაც შეიძლება თან ისი ჯანმრთელობის პირობებში მას წამოეწყო, ეს არის შიმშილობის აქტი, საბედნიეროდ სამ დღეში ეს დასრულდა, თუმცა როდესაც თქვენ საუბრობთ წარმომადგენლობითობაზე, ხო? დღეს იაგო კაჭკაჭიშვილს ჰქონდა რაღაცა ტიპის კვლევის, თავისი კვლევის შედეგების ნაწილობრივი გასაჯეროების მცდელობა, როდესაც მან თქვა და გაგვიზიარა სლაიდი მედიას, რომ 53% პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების არის ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის მომხრე. აი თქვენ ამით თუ ვიმსჯელებთ უმრავლესობაში ამ თვალსაზრისით, აი უმრავლესობა ბოიკოტის მომხრე არ არის, ამით თუ ვიმსჯელებთ. ხო, უმრავლესობა ოპოზიციური ფლანგის უმრავლესობა, ხო? არ არის უმრავლესობა ამ კვლევითაც არ არის ბოიკოტის მომხრე ცალსახად, ხო? იმიტომ აქ არის ხო პოზიციები. აქ არის როდის ჩატარდება თვითმმართველობა გასაგებია, ბევრი ვარიაციებია. მე გამიჭირდება, იმიტომ რომ ამ სლაიდის გარდა არაფერი არ ვიცი ამ კვლევაზე, მაგრამ მათ შორის მე შემიძლია ერთი რამ თქვა, რომ განსხვავებას. აი ეს მინდოდა მეკითხა, თქვენ რითი ზომავთ, როცა ამბობთ, რომ ახლა გუშინდელი 8 პარტია არ იყო არჩევნების შედეგებით, მათ შორის, იმიტომ რომ ამ 8 პარტიიდან ფაქტიურად რო დავთვალოთ უმრავლესობას ასპარეზობა არ მიუღია დამოუკიდებლად არჩევნებში. ამიტომ ჩვენ არ ვიცით საერთოდ ისინი რა ელექტორალური წონის მატარებელი არის. იქ არის ნაციონალური მოძრაობა და კი, მაგას ვამბობ, არსებობს ორი ამ რვიდან ორი არსებობს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა დამოუკიდებლად. იყო ნაწილი ნაციონალური მოძრაობის, ამიტომ ვამბობ მე, რომ საუბარი იმაზე, რომ ეს ასე ვთქვათ, გაერთიანება ძალიან კარგია, დროა და გირჩი მეტი თავისუფლებას, ხო? იუესალმები ცხადია გაერთიანებას, ისინიც არიან ნაწილი სხვა ოპოზიციური კოალიციების, ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ რაც შეეხება წარმომადგენლობითობას, როდესაც ჩვენ ერთობაზე ვსაუბრობთ, მოდი ესე ვიტყვი, კი არ ვაკრიტიკებ არავის. მე ვამბობ, რომ რეალური მე რა მინდოდა რომ მენახა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მე მინდოდა მენახა რეალური ოპოზიციური ერთიანობა, ეს იყო მამუკა ხაზარაძის წინადადება მათ შორის და ჩვენ მრავალი კვირა დავუთმეთ ამ წინადადებაზე საუბარს, განხილვას ყველანაირ ფორმატებში. ჩვენ გვინდოდა გვენახა რეალური ოპოზიციური ერთიანობა, ჩვენ გვინდოდა გვენახა რეალური ბრძოლის გეგმა, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნდა და ძალიან ნათლად იყო ახსნილი, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბრძოლად ეს არჩევნები. ნუ როდესაც ახლა ვერ შედგა ამაზე შეთანხმება და გადაწყვიტეს ჩვენმა კოლეგებმა სამწუხაროდ, რომ თავად ეთქვათ, რომ ჩვენ აი ეს, ასე ვთქვათ, აი ეს გვაწყობს, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ და ჩვენ შესაბამისად ცხადია, რომ ჩვენ გადავწყვეტ ისე მოქმედებას, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, სწორედ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ მათ არ ეხმაურებით ერთმნიშვნელოვნად ამ 8 პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის მოლოდინს, თქვენ შესაძლოა რაღაცა შეცვალოთ, ან ხედვაში, ან პოზიციაში, მაგრამ ეს იქნება თქვენი პოზიციური ცვლილება თუ კი იქნება და არა იმის გამო, რომ სწორედ არ მიმაჩნია ეს გზა. მე მრავალი კვირა ჩვენ ვისმენთ და ვითხოვთ ბოიკოტის აქტიური მომხრეებისგან და ის სხვა შორის საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ გუშინ 8 პარტიაზე საუბრობთ, აქედან უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან წამოსული პარტიებია და გამახსენდა უბრალოდ, რომ 2016 წელს, როდესაც პირველად მოხდა ნაციონალური მოძრაობის დაშლა, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მაშინ იყო, რომ ბოიკოტის გზას უნდა დადგმოდა პარტია, რომ არჩევნებს გზა არ ქონდა, ასე ვთქვათ, ალტერნატივა და ჩემთვის ცოტა ირონიული იყო მეყურებინა იმ ხალხისთვის, ვინც მაშინ პარტია დატოვეს. მოცემულობა მაშინ ცოტა სხვა იყო. რა ვიცი, მაშინ რაღაც 9 წლის წინ მოესმინათ მაშინ თუ მიაჩნდათ, რომ ეს სწორი პოზიციაა, 9 წლის წინ სააკაშვილის პოზიციისთვის მოესმინათ შეეძლოთ. ამიტომ მე იმის თქმა მინდა, რომ
თვითონ ეს ერთიანობაც ასე ვთქვათ ну ეს არის სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიება ერთი და იგივე პარტიიდან ასე ვთქვათ გამოყოფილი ხალხი რომელსაც თავის დროზე ჰქონდა ასე ვთქვათ დღეს შეიძლება ისინი თანხმდებიან ჩვენ რაც შეგვეხება ჩვენ პოლიტიკურ გაერთიანებას ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ასე ვთქვათ ძალიან ბევრი დრო დავუთმეთ მსჯელობას და მოსმენას სად მიყავს ბოიკოტს ეს ქვეყანა ვერ გავიგეთ ბოიკოტი ბრძოლაზე უარის გარდა რას ნიშნავს მე ვერ მოვისმინე ვერაფერი სხვა იმიტომ რომ აბსურდი არის განაცხადი რომ ვიღაცა ჩაატარებს კამპანიას და მოუწოდებს თავის სამმართველოს რომ არ მივიდეს არჩევნებზე იმიტომ რომ შენ თუ არ გადიხარ როგორც პარტია არჩევნებზე შენი ამორჩეველი სადაც არ მივა უნდა გულისხმო და ამიტომ მე კიდევ მინდა ერთი რამ თქვა რომ ჩვენ პრინციპული პოზიცია იმაზე კი არ გვაქვს რომ ვინმეს პოზიციას მხარი დაუჭიროთ ან არ დაუჭიროთ ჩვენ სწორი გზა უნდა ავირჩიოთ ჩვენი ბრძოლისთვის მათ შორის ესეთი სწორი გზა ხანდახან არის ართანაბშოლობა და ამიტომ მაინც გამოდის რომ თქვენ მაინც განიხილავდით ამ ერთობას მხოლოდ თქვენი პოზიციის ირგვლივ და თუ კი ახლა გამოდის რომ ეს აღარ გამოდის და თქვენ რასაც ხედავდით ყველაზე პერსპექტიულად რომ თქვენ მხოლოდაც საერთო კანდიდატი ამ კანდიდატს უკან ყოფილიყო მთელი ოპოზიცია ერთად ეს არ გამოდის მაშინ რა რჩება ლელოს? რჩება მე ვფიქრობ რომ როცა ერთიანობა არ შედგა და ეს ერთიანობა არ შედგა აქ ყველას რჩება ის რომ იბრძოლოს იმ გზით რომელიც მას მიაჩნია ყველაზე ცუდი ვარიანტია გაყოფილი ოპოზიცია დავასრულებ თუ შეიძლება კი გეთანხმებით ყველაზე ცუდი ვერსია რაც შეიძლება და მომხდარიყო სამწუხაროა მაგრამ ნუ ეხლა რას ვიზავთ კიდევ ერთხელ გუშინ იდგა იქ არაერთი პოლიტიკური ასე ვთქვათ პარტია რომელიც თავის დროზე ერთი პარტია იყო და პარტიები იშლება ახლა და რთულია ხო ანუ ხანდახან საერთო ენის მოძებნა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ნიშნულოვანი არის მიუხედავად იმისა ვინ რა გზას დაადგება რომ დარჩეს ფორმატები თანამშრომლობის იმიტომ რომ მათ შორის თქვენ საერთაშორისო ასპარეზეც ვიცი რომ კითხვები გაქვთ და მე შემიძლია გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე გავაგრძელოთ ჩვენ კოორდინირებული მოქმედება ეს არის ჩვენი სურვილი და ჩვენი პოზიცია იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენს მუშაობას მოაქვს შედეგები ერთობლივ მოქმედებასაც ცალკეულ ასე ვთქვათ აქტივობასაც და ამიტომ არის რომ საერთაშორისო საქმიანობა განსაკუთრებით სამიზნეში ამოიღო ახლა რეჟიმა და ჩვენ ნახეთ აი ბადრი ჯაფარიძე რომელიც დღეს ბიზინა ივანიშვილის დილეგში არის ჩასმული მისი ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო სწორედ დიდ ბრიტანეთში და ვნახეთ რომ დიდი ბრიტანეთი დღეს უკვე საკმაოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმას ფიქრობს ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული ვიზიტი მათ შორის საერთო ოპოზიციური ფორმატით მე მიმაჩნია რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მიუხედავად განსხვავებებისა უნდა იყოს ნაწილი ასე ვთქვათ პოლიტიკური საქმიანობის განსაკუთრებით რესურსის ასპარეზზე სადაც უნდა გქონდეს ერთიანი პოზიცია ეს ყენები ახლა გუშინდელი ეს ბრიფინგი რა თქმა უნდა მესმის რომ პოლიტიკაში მთავარია პრაგმატიზმი არა ემოციები მაგრამ წყენა იყო გუშინდელი ბრიფინგის პარალელურად დარწმუნებული ვარ ლელოსთვის ხომ ასეთი მოულოდნელობა იყო არა წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ ახლა ეს არის ცხოვრება რას იზავ მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვაობა შესაძლებლობები ერთობლიობის ერთი ხაზის გატარების თუნდაც საერთაშორისო სივრცეში ერთად წასვლის მოსვლის რჩება რა თქმა უნდა ეს აუცილებლად უნდა იყოს იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენ რაც არ უნდა გქონდეს განსხვავებული შეიძლება ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური კიდევ ერთხელ ვამბობ მე მიმაჩნია რომ ძალიან მძიმე შეცდომას ასე ვთქვათ აქვს ადგილი ჩემი გადასახედიდან როგორც მოქალაქის რომ ჩვენ ვერ შევძელით შეთანხმება იმაზე რომ ეს არჩევნები გვექცია ყველას ერთად ბრძოლის ველად ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს არჩევნები ბრძოლის ველად არ გამოიყენოს იმ ნაწილმა ოპოზიციის რომელსაც ეს სწორად მიაჩნია მაგრამ ეს არც იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ახლა მოსისხლე მტრებად ვექცეთ ერთმანეთს და ერთად არ ვიმუშაოთ და კოორდინირება არ ქონდეს ეს აუცილებელია ჩემი აზრით და უნდა დარჩეს ძალაში კოორდინაცია ესე იგი მე რას დავასკვენი გავიმეორებ თქვენი საუბრიდან ლელო აი ამ ფონზე არ იცვლის პოზიციას ის რჩება ამ ეტაპისთვის მართლობის არჩევნებში გასვლის მომხრედ თუმცა ეს არ არის ჯერ კიდევ საბოლოო პოზიცია და თუ ეს პოზიცია შეიცვლება ეს იქნება თქვენი დღის წესრიგი და არა ვინმე რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ჩვენ მხოლოდ ან საბოლოო პოზიცია ეს არ არის ჩვენ არც ერთი სხვა ოპოზიციური პარტიის იმიტომ კი არა რომ რაღაცის ვეჯინებით არა ჩვენ რაც სწორი მიგვეჩნია პრინციპულად რაც სწორი მიგვეჩნია იმას აკეთებ ჩვენ იმას დავიცავთ მაგრამ ეს არ არის საბოლოო პოზიცია ხომ ასე ვხვდები მე ჯერ კიდევ შეიძლება რაღაც რეალობები ისეთი დადგეს რომ ეს გადასახედი შეიძლება მალე გაიგებს ჩვენი პოზიცია რა არის ჩვენ გვაქვს ჩვენი შინაგანი
პოლიტიკური რწმენა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული ჩვენს შესაძლებლობებში, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ ამ რეჟიმის ჩამონგრევა ეს არის ასე ვთქვათ, მხოლოდ დროის საკითხი და ეს უნდა მოხდეს მალე. ჩვენ ვიცით რა სტრატეგიით უნდა ვიმოქმედოთ და ამ სტრატეგიით ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებული აქვს. მაშინ ასე გამოდის. სხვა ეს იცით, მათი კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს, მათი არჩევანია. და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ერთობლივი თანამშრომლობის განცხადება იქნება ახლოს მომავალში, როგორც ხდება. ეს არის ეფექტიანი და სავარაუდოდ ეს განცხადება იქნება არჩევნების სასარგებლოდ და ბოლოს ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ფაქტობრივად აღარ დაგვრჩა, მაგრამ აი ეს ბოლო ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა და ეს იყო ონლაინ შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ ივანიშვილი არ დარჩება უპასუხოდ. მაშინ მონაწილეობდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ან ევროპულ საკითხებში ministrები იყვნენ ბრიტანეთის, საფრანგეთის, შვედეთის წარმომადგენლები და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის მრჩეველიც. მოკლედ, ძალიან სოლიდური იყო შეხვედრა და ეს უკვე რას ნიშნავს? აი ძალიან მოკლედ მინდა მე ძალიან მიხარია რომ შეხვედრა შედგა, იმიტომ რომ მათ შორის ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა, იმიტომ რომ როდესაც ბადრი ჯაფარიძე ჩავიდა ლონდონში, მან ჩაიდანა კონკრეტული გზავნილები, ჩვენ როგორ ხედავთ, ასე ვთქვათ, რა შეიძლება რომ გააკეთოთ ეს ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად და რამდენადაც დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მათ შორის ჩვენი წინადადებაც იყო, რომ გარკვეული კოორდინაციის, ასე ვთქვათ, რაღაც ფორმატი შექმნილიყო დიდ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის, იმიტომ რომ მოითხოვს ცხადია, როგორც სანქციების პოლიტიკა, ასევე რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის და ზოგადად საქართველოსთან გატარებული პოლიტიკა მოითხოვს სრულ ჩემი აზრით სინქრონიზირებულ მიდგომას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას როგორც ვაშინგტონთან, ასევე ლონდონთან და ევროკავშირის მნიშვნელოვან დედაქალაქებთან იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად ვიმოძრაოთ წინ, იმიტომ რომ გარკვეული ჩვენი პრეტენზია მათ შორის ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებთან ყოველთვის არის ის, რომ გარკვეული აცდენა არის, ანუ ძალიან კოორდინაცია და სისწრაფე მათი მხრიდან ეს როგორც ჩანს იქნება ამიერიდან მოქმედებს რეჟიმი და ჩვენ ხშირად, ობიექტური მიზეზების გამო ვხედავთ, რომ ასეთივე სისწრაფით ვერ ხდება დასავლეთში პოლიტიკის ფორმირება და ეს სისწრაფე მოქმედების ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ცხადია ძლიერ საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურ ძალისხმევას და მუშაობას. მადლობა სალომე სამანდაშვილს, ძლიერ საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.